გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენ გვსვავთ თუ შურ სქემებს, თუ შური ორნამენტებით, წინდებს და დღეს მოვგზავნოთ ეს სქემა. ეს არის თუ შური ორნამენტი, როგორც თქვი და ამას ქვია შიბი. მე არ ვიცი რატო ქვია შიბი და ხევსურეთში შიბი იყო და არის ალბათ და იმედია აქვს კიდევ ხალხს ვერცხლის ყელსაბამი აი როგორი ეს არის ყელსაბამი აი ასე ახლა ზუსტად ისეც ვერ დავხატავ უკაცრავად აქ შესაკრავი ხო ჩვეულებრივად ეს სულ ვერცხლის აი ესე ახლა შეიკრავა ხო მიხვდით უკვე რას ვაკეთებ ახლა ნახეთ ამას აქვს ვერცხლის ფულები და ჯვრები ჰქონდა კიდე აი ასეთი 2-3 ჯაჭვით კიდე სულ ვერცხლი იყო ის სულ ფულები ჰქონდა და ჯვრები სულ ასე ჩამოკიდებული რა ამ ყელსაბამს რაც იყო ეს ვერცხლი აქ შუაში აქ იყო დიდი ჯვარი აუცილებლად და თვალი იყო ზოგს თვალიც ჰქონდა ჩასმული იმ ვერცხლის ჯვრებს უკაცრავად შეიძლება ახლა მე ზუსტად ისეთ ვერ დავხატო და სულ ასე ფულები და პატარ-პატარა ჯვრები კიდევ მარტო ასე კი არა ასე 2-3 ახლა აქ შეიკარი ხო ეს ერთი პირ მოყვებოდა ასე იყო გადაბმული ჩამოკიდებული ესენი შემდეგ მეორე შეიძლება მესამე აქ პატარა ჯვრები აქ კიდე დიდი და თვლიანი კიდევ ამბობ ну წარმოდგენა რომ გქონდეთ თორემ მესად დავხატავ და შევქმნი ახლა ისეთ სახეს რაც იყო ისინი აი წინაგული მთლიანად ამ ვერცხლის ყელსაბამით იყო დაფარული იმხელა იყო ეს 1 2 3 აი ასე სულ ვერცხლის ისინი იყო ეს უხეშად რო ვთქვა ჯაჭვი ყელსაბამი ასე წვრილი კიდე და სულ ფულები და ჯვრები სულ ვერცხლი იყო საუკეთესო ვერცხლი და მოსევადებული თან სევადით გაკეთებული ეს იყო რაღაცა უნიკალური ქმნილებები არ ვიცი რა იყო და იმედია აქვთ კიდევ საოცარი რაღაცები ბავშვობაში მახსოვს ცეკვის დროს რო გვჭირდებოდა ოჯახებიდან გვათხოვებდნენ ხოლმე და იმდენი ვერცხლი ისეთი მძიმე იყო და ამას რო ვიკეთებდით ხევსურულ ტანსაცმელზე წინაგული სულ ვერცხლით იყო დაფარული ამ ფულებით ამ ჯვრებით საოცარი სილამაზე იყო და ნაკეთობა ისინი და იმას ამა ყველაფერს ხევსურები აკეთებდნენ თვითონ სახლებში ვერცხლის მჭედლები იყვნენ ასეთი ხალხი იმედია არიან არ ვიცი ერთი სიტყვით მე რაღაცა ავხსენია ისე რომ წარმოდგენა ჰქონდეს ადამიანს რა იყო შიბი ხევსურეთში და მე არ ვამბობ რომ რამე საერთო აქ არ ვიცი ეს არის თუ შური ორნამენტი და ამას ქვია შიბი რავი შეიძლება წააგავს და იმიტომ არ ვიცი ახლა თუ შურ და ფშაურ ტანსაცმელში კი იყო ოქროს ფულები ტანსაცმელზე ჰქონდა დაკერებული თავშალზეც ჰქონდათ დაკერებული აი ფშაურ მანდილზე თავშალზე მინახია მიკერებული ვერცხლის ფულები მაგრამ ასეთი რაღაცა რაც ახსენი ის არსად არ მინახია იყო ხევსურეთში და ჩემ ბავშვობაში ბევრს ჰქონდა კიდე ის შიბი იმედია აქვთ ეს განძი კიდე იმედია
თუ თავი შეგაწყინეთ უკაცრავად, უბრალოდ ამ სახელწოდებამ შიბი უნდა ამეხსნა რა იყო ის ხევსურული შიბი. ეს არის თუშური შიბი და ვგზოვთ, აი ასე. გადავიდეთ ახლა საქმეზე. ვისაც არ აინტერესებს არ მომისმენს, ხო? ვისაც ეს სქემები დაინტერესა, იმას ის თემაც დაინტერესებს. ერთი სიტყვით, ახლა ნამდვილად აი ეს თუშური სქემა რაც არის აქედან აქამდე. დავნომრე არის 7 რიგი, ამის ქვევით ახლა თქვენი ნება, მე რო ვამბობ ყოველთვის ჩასვით ყველა სქემა და ნახატი თავის ჩარჩოში რო სილამაზე მისცეთ, თქვენი ნება რას მოაქვსოთ და ამის შემდეგაც რას მოაქვსოთ არ ვიცი, მე უბრალოდ ახლა აი ეს რაც მოვქვსოვე, ეს სილამაზისთვის გაუკეთე მეაქტორე. სინამდვილეში აი ეს არის სქემა. აი ეს არის თუშური სქემა. ვამბობ რატო მინდა ზუსტად ის მოიტანო თქვენამდე რაც არის და დანარჩენი რა ვიცი, დანარჩენს ახლა თვითონ თუშები წიტყვიან, ხო? აქვთ ეს დღეს კიდევ აქვთ შემორჩენილი ყველაფერი და ღმერთმა მაქნას განავითაროს ყველა კუთხემ და ყველაფერი ქართული. დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი რიგი. მე მოქსოვილი მაქვს და გამზადებული უკვე რომ პირდაპირ სქემა დავიწყო. კიდევ ამბობ თქვენი ნება, თქვენ რას მოგვსოვთ მანამდე. პირველი რიგი და ნახეთ, აქედან იწყება თვლების ათვლა, ხო? აი ეს არის ნაპირი. ეს აი მოვხაზოთ აქ. რა მოვხაზო არ წერს და აი აქედან გაგვიბრაზდა. მიგვატოვა. ცოცხალი თავით არ უნდა. ოკეი. რაც არის რა გვეყოფ. აქედან იწყება თვლების ათვლა, რომ აი იმდენი თვალი უნდა დავტოვოთ სქემას, რომ დავიწყებთ, რომ ნაპირი ეს ნახეთ ეს თვალი რომ გადადის აქეთ, გადადის, უნდა დაეტიოს აი პირველი დასაწყისი ხო გვაქვს ეს. აქ იმდენი თვალი უნდა დავტოვოთ, ეს რომ წავა იქით ასე გავა, აი ეს თვალი უნდა დაეტიოს აქ ამ გვერდზე, ხო? ამიტომ 1, 2, 3 და მეოთხეა თვითონ ახლა ამ რიგზე ეს 1, 2, 3. გადავთვლით, მოვქვსოვთ ჩვეულებრივად ფონი რაც არის წინ და როგორც გვსოვთ და ვიწყებთ სქემას. ახლა ვინც იცის, ხო, კარგად და სქემასაც კითხულობს და გვსოვს, ახლა იმას ჩემი ამდენი საუბარი სულ არ ჭირდება. გადმობეჭდავს ამ სქემას და მოგსურს ჩვეულებრივად. მაგრამ ზოგჯერ მოდის საყვედური აგვიხსენით დაწვრილებით, გვასწავლეთ. ოკეი. 1, 2, ნახეთ, თან მეორე ფერი მომაქვს მე. ხო, უნდა მოვიტანო ის ახლო, სადაც მჭირდება, ხო? 3 თვალი მოგსოვეო და ნახე ახლა 1, 2, 3, 4, 5 თვალი, ახლა უკვე სქემა უნდა დავსვათ. ჩვენ მოვგზავნოთ იმ ფერით, რა ფერითაც შენ ამ სქემას მოგსოვ. მე ვგზავ ლურჯით და 5 თვალს ახლა მოვგზავ მე ლურჯს. 1 თან ეს ფერი უნდა წამოვიღო. 2, 3, 4, 5. რომელი ფერიც მოგვაქვს, ვიცით უკვე რომ ან იქიდან ამოიყვან, ან აქედან ამოიყვან, იქიდან ამოიყვან, აქედან ამოიყვან, რომ გამოიყოლო აი ასე, რომ აქ მერე არ დაგრჩეს ესენი. აღარ ვიტყვი ამას, ვიცით ხო? შემდეგ ნახე 1, 2, 3, 4, 5 თვალი უნდა მოვგზავნოთ, რაც არის ფონი, წინდის, ამ შემთხვევაში შავი.
რადგან შემდეგ ეს ასე მოდის და ამას უნდა დარჩეს იმდენი თვალი და ადგილი, რომ მე რამდენიღაცა რო გაივლი ამრიგებს და ქსო, აქ შეხვდნენ ერთმანეთს. ამიტომ 1, 2, 3, 4, 5 თვალი გვჭირდება, 2-ს ეს გადმოვა და შემდეგ აქ შეხვდებიან ერთმანეთს, ხო? 5 თვალი მოვგსოვოთ შავი 1-თან მეორე ძაფი წამოვიღოთ 2, 3, 4, 5. შემდეგ ისევ სქემა იწყება 2, 4, 5, შემდეგ ვბრუნდებით თავიდან. ეს დასაწყისში აქამდე ნახევარი რო იყო, რამდენი თვალიც დაგჭირდება, იმდეს დაითვლი. დანარჩენი იქნება 2, 4, 5, 5, 5, 5, ისევ 5, ისევ 5, ისევ 5, ისევ 5 და შემოული. ახლა, როცა ქუსლის ქვევიდან გვსოვთ, ტერფის მხარეს დაბლა ძალიან ნიოლ სქემას ვირჩევთ, აქეთ გვსოვთ სქემას. ახლა ქუსლის ზემოდან მთლიანად ირგვლივ გვსოვთ სქემას ჩვეულებრივად, ხო? გავაგრძელოთ 2, 4, 5 მოვგსოვე, ახლა ისე ვიწყებ ლურჯს 1-თან მომაქვს მეორე ძაფი 2. ეს არსად არ უნდა დატოვო, უნდა მოიყოლო და მოიყოლო. 2, 3, 4, 5 მოვგსოვე 5 ლურჯი, ახლა 5 შავი 1, 2, 3, 4, 5 ისევ 5. ახლა არ მითხრა საიდან მოიტანეო ეს, ნახე 5, 5, 5, ისევ 5, ისევ 5, ისევ 5, ისევ 5. ეს ერთი და იგივე გრძელდება, ვგსოვთ პირველ რიგს. ახლა ლურჯი იწყება 5, 1, 2, 3, 4, 5 მეორე ძაფი მომაქვს. ახლა შავი იწყება 5 და ახლა ლურჯს წამოვიღებ აქედან. ასე შემოგსოვე და მოდი აქ. ნახე ახლა შემოვგსოვე მე ირგვლივ და მოვედი აქ ბოლოში, სადაც რიგი მთავრდება. 5, 2, 4, 5 ლურჯია ბოლო და აგერ დამრჩა რამდენი თვალი, ნახე და ვიწყებ შავს 1, 2, 3, 4. ხო გსოვთ 5-5-ს, აქ დამთავრდა რიგი მთლიანად. აქ გადმოვდივარ და ნახე, აქ გვაქვს 3 ნახევარი დასაწყისი, როგორც გვჭირდებოდა აქ თავიდან რო დავიწყეთ გსოვა. აქ მოვედი მე ბოლოში და დამრჩა 4 თვალი შავი. ახლა ნახე, ეს არის რიგის დასასრული და შემდეგი რიგის დასაწყისი, მაგრამ აქ ვერაფერს ვერ იზამ, ვერ შეცვლი, აქ ვერ დავამატებთ ახლა. და როგორც არის, ისე უნდა მოგსოვო, რამდენიც დაგრჩა, როგორც გჭირდება იწყებ, ისე იწყებ. აქ ყოველთვის შეიძლება და ზოგჯერ შეიძლება შემთხვევით აეწყოს სქემა, ზოგჯერ აი ასე მოხდება, მაგრამ ეს სქემა რომ მოდიხარ აქედან, ეს ბოლომდე უნდა მოიტანო აქამდე. არ უნდა აურიო, არ უნდა დატოვო რაღაცები. რამდენი თვალიც გაქვს და როგორც მოდის იმ თვლებში სქემა, ისე მოდი ბოლომდე და აქ დამთავრდება, ხო? აქედან იწყება ახალი. იქნება სხვაობა, მაგრამ აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ სქემა აქაო და დაუშვათ, აქ თვლები არ მყოფნის ან ზედმეტია, სადღაც აქ არ მიატოვო სქემა და ეს თვლები ჩვეულებრივ არ გადაგსოვო. სქემა მიიტანეს ადამდეც მიდის და ყოფნის თვლები. შემდეგ აქ იწყებ თავიდან ისე. ამიტომ ვამბობ, გვერდი, წინდის გვერდი, სადაც რიგს იწყებდა, ამთავრებდა სქემებს, ყოველთვის მოაქციე ფეხის შიგითა მხარეს, რომ ეს სხვაობები
აქ გარედან არ დაგრჩეს. აი ამისი თქმა მინდოდა. ახლა აქ ჩვენ სანიშნი დავტოვოთ, რომ შენთვის ძალიან ადვილი გასაგები იყოს, საიდან ვიწყებთ, სად ვამთავრებთ სქემას. აი ასე. შემდეგ ნახე, პირველი რიგი მოვგზოვეთ, მეორე რიგი. აქედან ვიწყებთ ათვლას. ახლა ნახე. ეს წავიდა იქით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვითვლით 1-2 თვალი დარჩა 3-ის მაგივრად შავი, ჩემ შემთხვევაში შენ არ ვიცი რა ფერზე გსოვ, 2 თვალი და სქემამ 1 თვალით გადმოიწია. ახლა მოვგზოვ მე 2 თვალს აქ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 თვალს მოვგზოვ ლურჯს, რადგან აქეთაც გადმოიწია. სამაგეროდ აქ 3 დარჩა, ხო იყო 5, 3 დარჩა, მეორე რიგზე მოვდივართ. რადგან ნახე, როგორც ესაც 1 და იგივეა, 1 თვალით გადაიწია, 1 თვალით გადმოიწია, მოემატა. აქითაც, იქითაც. აქ დარჩა 3 თვალი, მოვგზოვ 7 თვალს, დარჩება 3 თვალი ისევ შავი, შემდეგ 7 თვალს და ასე შემდეგ გავიმეორებ. გადაიწევს 1 თვალით, გადმოიწევს 1 თვალით და ნახოთ ახლა რას ნიშნავს ეს გადაიწევს და გადმოიწევს. დასაწყისი 1, 2, ხო გითხრა იქ, რომ 2 თვალი მოგგზოვეო, რასაც რაფერითაც გგზოვ, წინ დასვო. და გადმოიწია, აი გადმოიწია, ეს არის 1 თვალით გადმოვიდა, მიემატა. ოკეი, მოგგზოვ ახლა აქ მე 7 თვალს. ახლა ამ ძაბს იქით შევაბრუნებ და ქვედა მხარეს გადავიტან, აი ამ ლურჯს, რადგან უფრო ბევრი თვლები უნდა მოვგზოვო ამ ლურჯით და ნახე. 3, 4, 5, აი რატო გადავიტანე იქით. უფრო ადვილად გავდივარ ამ ძაფის იქით აქეთ და მოვიყოლებ ამ ძაფს, ხო? 7 თვალი უნდა მოვგზოვო და აქ ხომ ვერ დავტოვებ. და ნახე, 1 თვალით აქეთ გადმოიწია, აი ამას ნიშნავს. გადმოვედი. ახლა აქ მოგგზოვეო 3 და მოვგზოვ 3-ს, 3 თვალი. ამან 1 თვალით გადმოიწიაო. ხო გადმოიწია, აი მეორე რიგს ვგზობთ. კი ბატონო, 1, 2, 3, 7 თვალი უნდა მოვგზოვოთ ლურჯი. 3, 4, 5, 6 და 1 თვალით გადმოიწიაო, აგერ შავზე გადმოვიდა 1 თვალით. 1, 2, 3. ახლა ამანაც თუ გადმოიწია, დამრჩა 3. აქედანაც გადმოიწია, აქედანაც შეავიწროვეს და წაიღეს თითო თვალი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ახლა ამან გარეთაც გადმოიწია, ხო? ახლა მოგგზოვ 3 შავი და ლურჯი 7. აქეთ იქით უმატებ ამ ლურჯს თითო თვალს ფერში. 3 შავი გრჩება, იმიტომ რომ აქედანაც მიაქვს 1, აქედანაც მიაქვს 1. ნახე, მოვგზოვე მე 7 ლურჯი, უკვე ბოლოს ვარ, აი ნახე, ვამთავრებ რიგის გსოვას. მოვედი, ჩვეულებრივად მოვგზოვე 7 ლურჯი, დამრჩა 3 შავი და მოვგზოვ, იმიტომ რომ აქ 3 უნდა დარჩეს. თუ გაგრძელება რამე იქნება, სადამდეც მეყოფა თვლები იმ სქემას, რასაც იმ რიგზე ვგზოვ, მივიტან ბოლომდე. გადმოვედით აქეთ და ვიწყებთ შემდეგ რიგს.
და შემდეგი მესამე რიგი ნახე ახლა აქვიდან ვითვლით თვლებს ეს მოდის აქ გადმოვიდა მოვგსოვეთ მეორე მესამეზე ვართ ერთი დარჩა ახლა აქ წინდის ამ შემთხვევაში შავი ფერი ერთი და ახლა აქ ორია მაგრამ ნახე აქ უნდა დავშიბოთ ჩვენ აი ასე ახლა როგორც აქ არის ხო სხვა ფერით უნდა დავშიბოთ ნაკსოვი მაგრამ ამ რიგზე კი გიჩვენებს მაგრამ ორი რიგი უნდა დარჩეს თვლები აი ასე ნახე ორი რიგი უნდა დარჩეს ჩვენ როცა ვაშიბავებთ ვიცით რომ რომელიც უკვე მოქსოვილია იმ თვალზე ჩამოვანასკვებთ შიფს და შემდეგ იქსოვება ამიტომ ამ რიგზე რომ მოხდეს ჩვეულებრივად ეს დაშიბული ერთი რიგი კიდე უნდა მოვგსოვოთ არ ვიცი მე მგონია გამიგეთ რა ვთქვი ერთი თვალი ეს მოვგსოვოთ ეს ჩვეულებრივად მოდის აქ ერთი თვალით გადადის ეს ჩვეულებრივად გადადის ამას ვამბობ აი მაგრამ ამ რიგზე არ ვაშიბავებთ აი რას ვამბობ შემდეგ როცა უნდა დავაშიბაოთ ხო აქ ნახე აი ამ თვალზე დაჯდება და აქ იქნება და შემდეგი რიგი მოიქსოვება ზემოთ იმიტომ რომ ჯერ ვაშიბავებთ შემდეგ ვგსოვთ თვალს ამიტომ ყოველთვის ქვემოთ ხდება და ეს ყოველთვის გაითვალისწინე რომელ რიგზე უნდა გქონდეს ის დაშიბავებული უიტედა ეს გადმოდის აქეთ ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 9 გადმოვედი აი აქედან აქამდე და დაგვრჩა ერთი თვალი ესაც აქეთ გადმოდის და ამიტომ ესენი თანდათან მოიწევს ერთი შავი 9 ლურჯი ერთი შავი 9 ლურჯი ასე მოვგსოვთ მთლიანად ბოლომდე ამ რიგს ახლა ნახე მე შემოვგსოვე და მოვედი უკვე აი მთავრდება აქ რიგი ხო ნახე ბოლოს მაქვს რა 2 4 6 8 9 ლურჯი რადგან გადმოდის აქეთ ერთი შავი ეს სქემა მესამე რიგი ნახე ერთი შავი ხორჩება აქ როგორც ვთქვით აი ერთი იქით აქეთ უკვე ლურჯები მოდის ამ შემთხვევაში და ერთი თვალი დაგვრჩა მოვგსოვე ერთი თვალი შემდეგ იწყება ისევ ლურჯი ხო ასეა მეც მოვგსოვ იმ ერთ ლურჯს მიუხედავად იმისა რომ აქეთ უკვე რიგი სხვა რამე იწყება და თავიდან იწყება და აქ მთავრდება მე აქ არც ერთ თვალს სხვა ფერს და შეცდომით არ ამოვიყვან ერთი თვალი არის ამის დასაწყისი იმ ერთ თვალს მოვგსოვ და ასე დავამთავრებ ამ რიგს აქ როგორც მოითხოვს სქემა მთლიანად ერთი სიტყვით ახლა ვიწყებთ ახალ შემდეგ რიგს შემდეგი რიგი ახლა ვგსოვთ ჩვენ მეოთხე რიგს ნახე და გამოვიდა ეს აი აქედან მთლიანად ბოლომდე 1 2 3 თვალი ხო გქონდა დატოვებული აი 1 2 და მესამე მეოთხე რიგზე ახლა მთლიანად აი აქაც უკვე ეს სქემა და ეს სქემა თუ რაც არის ეს ფორმა აქ უნდა გადაებას ერთმანეთს აქაც უკვე ეს ერთი თვალი რო დაგვრჩა შავი მოიქსოვება ლურჯი აი აქ შეხვდებიან ერთმანეთს ეს რომ მოდის და ეს რომ მოდის ახლა ნახე აქ უნდა დავაშიბაოთ ჩვენ აი ეს თვლები უნდა დავშიბოთ დანარჩენი
უნდა მოიქსოვოს ლურჯი, აი აქ შეხედე, დანარჩენი იქსოვება ლურჯი. ეს თვალიც უკვე ლურჯია, იმიტომ რომ ასე ამოვიდნენ და ამ რიგზე ვქსოვთ მხოლოდ ლურჯს და უნდა დავშიბოთ. ჩვენ ახლა ამ რიგზე შავი ძაფი აღარ გვჭირდება, სამაგიეროდ გვჭირდება მწვანე ფერი, რითიც უნდა დავშიბოთ, ხო ეს? იმდენი მოჭერი და იმხელა დატოვე, აი ეს სამი რიგი რო ჩააშიბაო აქ. და იმდენი, რამდენი ფიგურაც გაქვს ეს, 1, 2, 3, უკაცრავად აქ რამდენი გვაქვს? 1, 2, 3, 1, 2, 3. 3 იქეთ არის, 3 აქეთ. გვაქვს უკვე გამზადებული ესაც და ვიწყებთ ლურჯი ფერით გადაგვსოვას მხოლოდ ამ რიგის. ესაც ლურჯია, უკვე აქ მთლიანად გვსოვთ ლურჯით 1, 2, 3. რადგან ნახე 1, 2, 3, 4, 5 თვალი გვჭირდება ჩვენ რომ მწვანით ჩამოვშიბოთ აქ. 5 თვალი მხოლოდ. ეს იქეთ გადავა 1, 2, 3 და ეს საერთო იქნება შემდეგ ფიგურასთან, აი აქ რაც არის. ახლა ნახე, მოგხსოვე 3 თვალი. ისევ ამ ძაფზე ჩამოვანასკვებამ ძაფს, რითიც უნდა დავაშიბაო. წამოვიღებ. აქ არ მკითხოთ, ეხლა გვასწავლეო ესაც, ამაზე ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი, როგორ უნდა ვგსოვოთ შიბიანი დაშიბული წინდები. 1 თვალი, 2, 3, 4, 5. ხო თქვით, ჩვენ გვჭირდება 5 თვალი. აი რას გეუბნებოდი, ახლა დააკვირდი. ჩვენ ხომ მოვგსოვეთ 3 რიგი და ახლა ვაშიბავებთ ამ თვლებს. აი 2 რიგი დარჩა ბოლოში. რადგან ხო ნახე, ჯერ ამ თვალზე ეს ჩამოგვაქვს და შემდეგ ვგსოვთ და ქვედა რიგზე რჩება ყოველთვის ეს დაშიბული ძაფი. გადავიტანე ეს იქით, რადგან მე ეს აღარ მჭირდება, აქეთ არაფერი დაგრჩეს. 1, 2, 3. ახლა ნახე, ეს 1 თვალი, მე ხო გითხარი, აქ საზღვარია და ორივეს ეკუთვნის. ახლა დავიწყებ ისევ ხელახლა. 1, 2, 3. ახლა ჩავამატებ შემდეგს. სულ ცალ-ცალკე უნდა ჩააბა, ხო? არ შეიძლება ეს სადღაც შორს გადაიტანო, გაძაბო, გაწელო და სადღაც კიდე მიაგვსოვო და მიაბა. როცა ქსოვში დაშიბულ წინდებს, ყოველთვის ახლოს ჩააბი, თუნდაც 1 ფერი იყოს. ასე სადღაც არ გადაიტანო და არ მიაკერო. წამოვიღე აქეთ. აი აქ გამოვიტანე, აქ მჭირდება და დავიწყებ 1,
აი ნახე, ქვედა თვალზე შიბავდება, ქვედა თვალზე რჩება ის ძაფი. ამიტომ ერთი რიგით მეტი უნდა მოგსოვო, რომ ეს თავის ადგილას გამოვიდეს, ასე ვთქვათ, დაჯდეს, დარჩეს. 2, აი ქვედა თვალზე ვახვევ და შემდეგ ვქსოვ და ეს თვალი, რომელსაც ვქსოვ, თავისუფალი რჩება ზემოთ. და ეს რო დავაშიბავე ახლა აქ თვალი, ქვედა რიგის მოქსოვილ თვალზე დარჩა. აი ამას გიხსენდი წეღან, რომ ერთი რიგით მეტი უნდა მოგსოვო. ახლა დაუშვათ გეუბნები, აი მე შენ პირველი ლურჯი როა, ეს უნდა დაშიბო აქ გეუბნები. მაგრამ შენ რო პირველ რიგს მოგსოვ ლურჯს და აქ დაშიბო, ეს შავი დაიშიბება, აი შავი. ამიტომ მეორე რიგზე რო წამოხვალ, მაშინ უნდა დააშიბაო აი ეს თვლები, რომ ლურჯზე დაჯდეს და არა შავზე. ოკეი? 2. 3. რამდენსაც ჩამოაშიბავებ, იმდენი მოჭიმე კარგად. მე მგონი 4-ია. 1, 2, 3, 4 და ესაც მე-5. ჩვენ გვჭირდება 5 თვალი. ხო? შეატრიალე, იქით გაიტანე და გადაუშვი აგე. აქ არ დაგრჩეს გარეთ არაფერი. 1, 2, ეს მე-3 და ეს ერთი თვალი ამისიც არის, ხო? 1, 2, 3. ჩავაბად შემდეგი ძაფი. აი ასე. საწავიდა. აი აქ გადმოვიტან. არ მიახვიო, არ მოახვიო, სუფთად გამოიტანე აქეთ მხარეს. ჩამონასკვე და მოჭიმე. შემდეგი. ეს 3, 4 და 5. მოჭიმე კარგად, გადაიტანე ამ ჩხირების შუა და გაიტანე უკან, აუცილებლად აქეთ არ დატოვო. 1, 2, 3. ეს 1, 2, 3. ვამატებთ შემდეგს. გადმოიტან აი ასე. და დაიწყებ დაშიბავებას. 1. მოჭიმე ყოველი თვალის ჩამოშიბავებაზე, მოჭიმე აუცილებლად აი ეს ძაფი ყოველ თვალზე. ოთხი და ესაც 5. მოჭიმე კარგად, გააცილიანებს შუა, ასე გაიტანე ძაფის ქვეშიდან, აუცილებლად საქსოვი ძაფის ქვეშიდან და გადაიტანე დატოვე იქით. ასე მიხვალ ბოლომდე ამ რიგის.
მოგხსოვეთ ეს რიგი ბოლომდე, ეს ძაფები იქით გადაიტანე, კიდე გვჭირდება. ახლა ნახე, აქ უკვე აქ ხო დავტოვეთ ჩვენ შავი ძაფი არ გვჭირდებოდა, იმიტომ რომ სულ ლურჯით იქსოვებოდა. აქ უკვე გვჭირდება და ნახე. აქედან ხო იწყება ათვლა, მეხუთე რიგი უნდა მოვხსოვოთ. ერთი შავი. აქეთაც ერთი შავი უკვე დაჯდა, ეს მოვხსოვეთ. წეღან ახლა აქ ერთი შავი. ესე იგი ორივე ძაფი უნდა წამოვიღოთ და ლურჯ ძაფს მე ქვედა მხარეს დავტოვებ, რადგან უფრო მეტი თვლები იქსოვება ლურჯი ძაფით და უნდა მოვიტანო ეს შავი ძაფი ბოლომდე. თან უნდა ჩვეულებრივად დავშიბოთ. ერთი თვალი შავი გეუბნება აქ. ახლა ჩვენ გვაქვს 2, 4, 5 თვალი აქ დაშიბული, უნდა გადავიდეთ ერთი თვალით აქეთ, ერთი თვალით აქეთ, 2, 4, 6, 7 თვალი გვჭირდება, რომ დავშიბოთ. ამიტომ ერთი შავი, ახლა ეს ერთი იქნება აქ და მე მოვიტან აქ სადაც მაქვს, აი ამ ადგილას, რომელიც ძაფითაც ვაშიბავებ. მოვიტან აქ, აი ამას. და ვიწყებ. ერთი თვალით წინ გადავედი. უკაცრავად. აი ასე. ნახე. ახლა ვგსოვ ლურჯით და შავიც უნდა წამოვიღო. ახლა აქედან ამოვიყვან, იმიტომ რომ ეს თვლები აქ ყველა ლურჯით იქსოვება. თან ვაშიბავებ, შემდეგი თვალი, ახლა აქედან ამოვიყვან. აი ასე, თან ვაშიბავებ. ახლა აქედან ამოვიყვან, შავი მომაქვს, ჩემი ნება ხო? კარგად მოჭიმე. შემდეგი, ახლა აქედან ამოვიყვან. ეს არ დაგავიწყდეს, რომ კარგად მოჭიმო და შემდეგი. ახლა აქედან ამოვიყვან და წამოვიღეს შავი, მე გავიტან სადაც მჭირდება, იქ გამოვიყენებ მერე. ასე. ერთი თვალით აქეთ, ხო? 7 თვალი გვჭირდება, რომ დავაშიფავთ. აბა ნახე, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. გადავიტანე ეს, აი აქ გადავაცილე ჩხირებს, ძაფების ქვევიდან აუცილებლად გავიტანე უკან. ახლა ნახე, მოვგსოვ 1 და აი ეს შუა თვალი ახლა ისევ შავი უნდა მოვგსოვოთ. აი აქ ნახე, აი ეს არის ისევ შავი. აი ეს ამისთვის მოგვაქვს ამდენი ხანი ეს ძაფი, მაგრამ მოგვაქვს. აქ არაფერი არ ხდება, არაფერი ცუდად არ რჩება. ახლა ეს დასაშებავებლად გადატანილი ძაფი ასე იქნება, ამას ვერაფერს ვერ ვქნათ. მართლა მეტი არაფერი შეგვიძლია, ხო? ახლა ნახე, იწყება აქ ახალი ეს ფიგურა, რაშიც უნდა დავაშიბაოთ ისევ და წამოვიღებ მე ამ ძაფს, რადგან ზუსტად აქ გამოვიტან, სადაც მჭირდება. ერთი თვალით წინ უნდა დავიწყო და აქაც 7 თვალი უნდა ჩავაშიბაოთ. 1 შავი მომაქვს, ლურჯით ვგსოვ, წვანით ვაშიბავებ. 2 კარგად მოჭიმე, შემდეგი ასე სად მიდეხარ. ახლა აქედან ამოვიყვან და ის შავი წამოვა, რას მიშლის, ხო? ეს კარგად ჩამოჭიმე ყოველ თვალზე. შემდეგი ახლა აქედან ამოვიყვან. ერთს რო აკეთებ, მეორე არ დაგავიწყდეს, არ დაგრჩეს. ახლა აქედან ამოვიყვან.
აი ასე. შემდეგი ახლა აქედან ამ კამერასთან ყველა ერთად ვერ ვეტევით, ხო? აი ასე. აი ასე, კარგად მოჭიმე ყველა თვალზე და ერთით აქეთ გადმოვალთ. ერთით იქით, ერთით აქეთი, რადგან 7 თვალი გვჭირდება ახლა მწვანე. ეს დამთავრდა აქ, ძაფების ქვეშიდან გავიტან და წავიღებ იქით. მერე სადაც გინდა დატოვე. აქედან უნდა გაიტანო თან ძაფების ქვეშ, ზემოდან არა. ვაგრძელებთ. აქ უკვე შავია, აქ და აქედან ახლა ერთით წინ. ეს მოიტანე აქ, სად არის, გამოიტანე აქედან, ამ ძაფების ზევიდან არ გადმოიტანო, აი. თავისი ადგილი აქ არის, ასე. აქ ძალიან არ მოჭიმო, ჩვეულებრივად დატოვე. აი ასე, ვიწყებთ და შავი ძაფი მოგვაქვს, ლურჯით ვქსოვთ, მწვანე თვაში პოვებთ. ერთით გარეთ გადავდივართ. სადამდეც იყო, იმ ერთი თვალით მეტს დავაშიბავებთ ახლა ამ რიგზე. იყო 5, გვჭირდება 7, ერთით იქით, ერთით აქეთ. აი ასე, აი სადამდე მოვიტანეთ ეს შავიც, სადაც გვჭირდება, გამოვიყენებთ, შემდეგ ისევ მივდივართ. მოვგზავნეთ. ეს რიგი დამთავრდა, ამ ძაფებს ახლა იქით გადაიტან, იქით რო გსოვ, აქეთ გადმოგაქვს და აქეთ რო მოვალ, იქით გადაიტან, რო ხელი არ შეგიშალოს და შემდეგი რიგი. შემდეგი რიგი ისევ ვბრუნდებით, ნახე, 1, 2, 3, 4 და 5 თვალი უნდა დავაშიბაოთ, ისევ როგორც აქ. სულ არის 3 რიგი ჩამოვაშიბოთ და 5 თვალი, 7 და 5. სამაგიეროდ ეს ნახე მე-6 რიგს გსოვთ, 1, 2 შავი, აქ 1, 2, 3, იქით მიდის, აქეთ მოდის. ეს ნაპირია და მხოლოდ აქეთ მოვდივართ. 1, 2, 2, ხო, აქ მეტი არ მაქვს. 2, ხო, აი მე-6 რიგს გსოვთ, 2 უკაცრავად. 3 აქ არის. ეს იქსოვება რადგან, ნახე, 7 ხო იყო, ახლა გვჭირდება 5 თვალი, ისევ როგორც აქ, პირველი. 5 თვალი უნდა დავაშიბავოთ, 2, 4 და 5. და ვიწყებთ ახლა, გამოვიტანთ ამ ძაფს ისევ, აი აქ. სადაც რომელი თვალიც უნდა დავაშიბავოთ, ზუსტად იქ გამოიტან ამ ძაფს, აი ამას. შავი ძაფი მოგვაქვს, ლურჯით გსოვთ. ეს 3, 4 და 5. ახლა ნახე.
ამისი საქმე დამთავრდა აქ. ამის მეტი ჩვენ არ დავაშიბავებთ აქ ზევით, არის სულ 3 რიგი. ახლა ამას ხო გავიტანა აქ. აი, რომელი ძაფითაც ვქსოვდი, იმ ძაფზე ისევე ჩამოვანასკვებ, როგორც დაწყებისას. თავიდან ძაფი როგორც ჩავაბი, რომ დამეწყო გზოვა, იქვე იმ თვალზე აი ასე ჩავამაგრე და ახლა მოვგზო. ახლა ნახე, აქ შავია, იქითაც ერთი შავი, აქითაც ერთი შავი, როგორც აქ არის 1, 2, 3. ეს ქვემოდან შუაში 1 და იქით აქეთ თითო. ამიტომ 1, 2, ახლა ლურჯი მომაქვს 3 და ვიწყებ თავიდან 5 თვალი ისევ უნდა დავაშიბავ აქ. წამოვიღებ ამ ძაფს და ვიწყებ 5 თვალის დაშიბვას. 1, 2, ახლა შავ ძაფს წამოიღებ, ლურჯით ვქსოვ. ეს ყოველ თვალზე ჩამოშიბე და გააგრძელებ ასე და მოხვალ ისევ აქ. ეს რიგი მოვგზოვეთ ბოლომდე და დამთავრდა დაშიბავება აქ. აი, 3 რიგი, 5, 7, 5. ახლა ნახე. მე-7 რიგი. აქედან იწყება ათლა. 1, 2, 3, ეს დასაწყისში ნახევარი აქ. 1, 2, 3, 4, 5, 1, 2, 3, 4, 5, 1, 2, 3, 4, 5. ახლა მეორდება როგორც პირველი რიგი. 5 ეს ლურჯით რო ვგზოვთ ფიგურას, 5 წინდის ფერი, 5, 5, 5 და რატო ნახე? ეს 7 თვალი, 2, 4, 6, 7, ეს უკვე მოქსოვილია და ნახე ქვემოთ არის, დაშიბვა ქვევით არის. აი, მე ხო გითხარი, რომელ რიგზეც ვქსოვ, როცა აშიბავებ, 1 თვალით ქვევით, 1 რიგით ქვემოთ შიბავდება. ეს 7 უკვე მოქსოვილია, აქ რაც გვაქვს მოცემული, ახლა მოვგზოვთ 5-ს. 1, 2, 3. ხო გითხრა 3, ახლა 1, 2, 3, 4, 5. აქედან უკვე 5 იქნება შავი. 4 და 5. ახლა აქედან იქნება 5 ლურჯი. ეს უკვე ბოლო რიგს ვგზოვთ. და ნახე, ზუსტად როგორც აქაა ნაჩვენები, დაშიბავების ზემოთ 2 რიგი დარჩა. აი, 7 და 5. აი, რას გეუბნებოდი, რომ თავიდან 3 რიგი უნდა მოგვსოვო, თუ 2-ს გიჩვენებს დაშიბავებამდე და ბოლოდან წინა რიგზე უნდა დაშიბო ბოლო რიგი, აი ეს დააშიბავ, რომ 2 რიგი დაგრჩეს ზემოთ. მე მგონი გასაგებია, ქსოვის დროს ძალიან საყურადღებოა სად იყენებ აი ამ დაშიბავებას, რადგან როცა ქსოვ, წინა რიგს, წინა მოქსოვილ თვლებს აშიბავებ. ახლა აი ასე გადაგსოვ ამას სულ 2, 5 ლურჯი, 5 შავი. როგორც პირველი რიგი. 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3, 4, 5. ახ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოხვალ აგერ ბოლოში და იქნება უკვე რასაც ვგსოვთ ამ სქემის ბოლო რიგი.
მოვგსოვეთ ჩვენი სქემა, რასაც გვსოვდით, შემდეგ ერთი რიგი მთლიანად შავი მოვგსოვე, როგორც აქ მქონდა დასაწყისში. ეხლა ერთი ლურჯი უკვე ერთი რიგი მოვგსოვე, როგორც აქ მაქვს დასაწყისში და ეხლა ერთ რიგს მოვგსოვა ეს 1 1 1 1 1 და გამოვა როგორც აქედან აქით, აქედან აქით. ეს აქედან აქით, ეხლა აქედან იქით. ეს მე მგონი უკვე ყველა მიცით. ერთი თვალი, რა ფერის ძაფებითაც გვსოვ დაუშვათ სქემას ორი ძაფით. 1 1. ასე შეგიძლია სულ ვამბობ, რომ ფერიდან ფერზე გადახვიდე ასეთნაირად. ახლა აი ლურჯი მოვგსოვე და გადმოვედი, ხო, ახლა შავს გვსოვ, შავი ჩავაყოლე თითო. შემდეგ შავს მოგსოვ და გადავალ სხვა ფერზე. ერთი ფერიდან მეორე ფერზე შეგიძლია ასე გადასვლა და ლამაზია. აი ასე მოგსოვ მთლიანად. აი ეს ახლა იქით მოგსოვ შავს უკვე და გააგრძელებ შემდეგ რასაც გვსოვ და რასაც აკეთებ. ესაც ჩვენი თუშური სქემები, ეს ჩაწერილი გვაქვს წინა ვიდეოში, დღევანდელი და ჩვენი თუშური წინდა ლამაზი და მშვენიერი. რა ფერებში მოგსოვთ, თქვენი გადასაწყვეტია შემდეგ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.